რკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა სამუშაო შესრულებაზე ისევ უარს აცხადებს და ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას უკვე მე-7 დღე ამართავს. მუშების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ჩინური კომპანიის ადმინისტრაციის საქმიანობის შეჩერებაა. დეტალები ნახეთ სოფიო ნამორაძის სიუჟეტში. რაიონის სოფელ ზვარეში ადგილობრივებისა და რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ჩინური კომპანია 23 ბიუროს მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინურ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ. მუშები 23 ბიუროს ადმინისტრაციის შენობასთან ღამესაც კი ათევდნენ. აქციის მე-7 დღე არის დღეს. აქციას მოთხოვნა აქ ისევ ისეთივე, რომელიც ჰქონდა აქციის დაწყების დღეს. მოთხოვნები არის შემდეგი გადადგეს მენეჯმენტი, რომელიც ხელმძღვანელობდა უშუალოდ ამ ადამიანების ცემას და ასევე სამსახურიდან წავიდეს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ძალადობრივ ფაქტში მონაწილეობას ღებულობდნენ. სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ამ ადამიანების მოთხოვნა, მანამ აქცია გაგრძელდება. რკინიგზის პროფკავშირების მონაწილეობით ფართომასშტაბიანი აქციები იგეგმება. დასაქმებულები დამსაქმებლების მხრიდან არაადამიანურ სამუშაო პირობებზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ. აგრესიულები იყვნენ ყველანი, კი უფროსები. ცდილობდნენ, რომ აი მაგალითად ისეთი დანაშაული არ ქონიან, რომ მე მაგალითად არ იყო სამუშაო დრო და წამოწოლილი ვიყავი რა. ოღონ ობიექტზე ვიყავი რა და მოვიდა ჩუმად და გადამიღო სურათი და ვითომ გაფრთხილება მოგეცით, რომ მეორედ აღარ წამოწევო რა. გაგიშევთ მეორედ თუ სამსახურიდან და თქვილად ამიწერეს მაგ გაფრთხილება. შეგახსენებთ, რომ ჩინური კომპანიის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 1 ნოემბერს მოხდა. ინციდენტის შედეგად 10-მდე მუშა დაშავდა, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარ ცემის ფაქტზე ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა. დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს განცხადებით კი, სანამ გამოძიება საქმეზე ჭეშმარიტებას არ დაადგენს, კატეგორიულად მოითხოვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. 17 ოქტომბერს ოკუპირებულ სოხუმში ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა